პირველი პატრიარქი კირიონი მოკლეს. მე ლეონიდე მოიწამლა, არ ვიცი, მტკვრის წყლით, როგორც ოფიციალური ვერსია. მესამე პატრიარქი ამბროს ხელაია ჩააგდეს დილეგში, დახვრეტა მიუგსაჯე, რო გამოვიდა სიცხვილის კორიდორები გაუკეთეს ეს დღეს რო არის რაღაც სიცხვილის კორიდორები, ვითომ ის მაშინაც იყო კომუნისტებსაც ქონდათ სიცხვილის კომკავშირლები იდგნენ და აფურთხებდნენ. როცა ჩაგამოვიდა იქიდან, რა ქვია, სასამართლოში რომ მიყავდათ ხოლმე უწმინდესი ამბროსი, კორიდორებს უკეთებდნენ კომკავშირლები. და კომკავშირლები ჩვენ რო ნანახი გვაქვს. ისიც არის ხო სულხანსაბა წველით არ ათრიეს. ნუ სულხანსაბა ეკლესიაში ათრიეს წველით. ხო და ნუ მე ტექნოლოგია ეთყობა მაშინაც იყო ეს. მეორდება მოდასავით არის ისტორია. მე ქრისტეფორემ ცოტა რაღაც შეარბილა მთავრობასთან და დაიწყო ლოიალური დამოკიდებულება იქნებ ეკლესია გადავარჩინო და უკვე წავიდა პერიოდი რაღაც შემგუებლობის და ნუ რაღაცა წავიდოდნენ. იქ 20 პელიც თავის ხო აი რო ეძახიან 20 პელი. დათბობა ხრუშოვის მერე დაიწყო კონსტიტუცია. არა ხრუშოვამდე იყო, დათბობა იყო სტალინის დროს, როცა შეეშინდა სტალინს, იმიტომ რომ გერმანელები რო შემოესიენ იმ ადგილებში, სადაც იპყრობდნენ, ეკლესიებს ხსნიდნენ. და ხალხი რა გარკვეულწილად კმაყოფილები იყვნენ. აი ხალხიც ხო შემოატარა. ის ბოლოში ხო მოსკოვის დასაცავად. ნუ ეგ ლეგენდაა ეგეთი და ხსნიდნენ და ამასაც რაღაცა ჯგუფში დაუჯდა რომ რაღაცა საღმრთო ის რო გამოეცხადებინათ საღმრთო ბრძოლად და რაღაცა მისტიკა მიეცა ამ ბრძოლისთვის თავდადებისთვის სტალინმა, ამიტომაც რაღაც ეკლესიას დაუთბო იქ 53-ში გაახსნევია ზაგორსკის სემინარია, აკადემია, მე პატრიარქი არჩევინა, მისცა უფლება, ეპარქიები გახსნა, ეკლესიები გახსნა. მე ზაგორსკში ვსწავლობდი და იქ ძველი ბერები იყვნენ, ძალიან ძველი, ჩემ დროს კიდევ იყვნენ და ლოცულობდნენ სტალინზე. პანაშვიდებს უხდიდნენ და ჩვენ გენერალ სიმუსს გაუმარჯოს ეცადნენ. ხო იმიტომ რომ როგორ ჩვენ ეკლესიას მოგწოდიოთ ხარ კიდევ თავითი ის რა ქვია რელიგიური და ის цаრისტული და კიდევ იმპერიული ის იდეები აქვს და ეკლესიაში ძალიან მძვინვარებს ეხლა ხო ხედავთ არა რაღაც რუსეთის ეკლესიის პრობლემებს მთავრობასთან გადაჯაჭვულობის კონტექსტში ხო და იმას ვამბობდი რომ აი ესეთი ვის წამოვიდა ტალღა ეკლესიის დათბობისა მე ისევ დაიწყო ხრუშოვის დროს გამოაცხადა რომ ბოლო მღვდელს ტელევიზორით გაჩვენებთო ხრუშოვმა და ნუ მე წავიდა და წავიდა მე უკვე მოვიდა უწმინდესი და უწმინდესი რომ მოვიდა უკვე ეს კომუნიზმის არავის აღარ ჯეროდა ხო გახსოვს ახლა ის პერიოდი უკვე ჩვენ უკვე რაღაც ნორმალურად ასაკში ვიყავით და არა მაინც უჭირდათ ხალხს ახლა კვერცხები აღდგომა ეკლესიაში კომკავშირში აღარ მიგიდნენ ეს ესტრადა იყო ორჯერ ილუზიონი იყო ორჯერ ილუზიონი და ესტრადა იყო მაჭავარიას მიყავდა ევგენი მაჭავარიას ჟენია მაჭავარიას რინდეს ლოცულობს ჟენია მაჭავარიაზე გადასარევი კაცი